მერკვილაძე ლიკა. 121 საჯარო სკოლის მეათე კლასში ვსწავლობ. გამარჯობა, მოგესალმებით. მე ვარ ლიკა მერკვილაძე და წარმოგიდგენ დღეს თემას მშვიდობა როგორც ცხოველთა სიყვარული. მშვიდობა ჩვენს კლუბში ანკარა წყაროსავით ჩამოედინება, თუმცა ჩვენი ნებაა დავლებთ ამ წყალს თუ არა. და მაინც რა არის მშვიდობა, რისთვისაა საჭირო? ჩვენ უთუოდ ყველას გვსმენია მის შესახებ და ვიცით, რომ ის აუცილებელია, მაგრამ რატომ, რისთვის? ეს ხო იმას გავს თითქოს 2-3 წლის ბავშვს ღმერთის სწავლის, მხოლოდ იმიტომ, რომ უთხრის კარგიაო. თუმცა თვითონ არც კი იცოდეს მის შესახებ. არ იცოდეს იმის შესახებ, თუ რატომაა მისი რწმენა საჭირო. მშვიდობა არ არის ერთი სრულყოფილი არსება ან რაიმე გრძნობა, არამედ ის დიდი ოჯახებითაა, რომელიც ძალიან ბევრი ოჯახის წევრისგან შედგება. და თვითონ ჯანმრთელი დაიშვა ოჯახი, ძალიან დიდი და მყარი ოჯახი. მაჰმადა განდი თქვა, მშვიდობა ნიშნავს, რომ შენ არ შეგიძლია აწყენა ვინმეს და არ შეგიძლია ბოროტი ასების გავლება, თუნდაც მტრების მიმართ. მშვიდობა მხოლოდ სიყვარულით და ურთიერთგაგებით მიიღწევა. ღმერთმა ეს სამყარო გვარი შექმნა. იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ყველა შეგვეძლოს მის ირგვლივ წრეზე ჩავხვდეთ და არავინ უშლიდეს ხელს მის დანახვაში. როგორც უკვე წარმოვახსენე, მშვიდობა დიდი ოჯახებითაა, რომელიც მრავალი ოჯახის წევრს შეიცავს. მე გადავწყვიტე ერთ-ერთ მათგანზე გესაუბროთ. მე ისე წევს ჩავკიდე ხელი, რომელზეც არც თუ ისე ბევრი ადამიანი ფიქრობს, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ მშვიდობისთვის უფრო სხვა რამეა საჭირო. ამის გამო ეს ოჯახის წევრი ყოველთვის თავისთვის ის და ელოდება მისჯერს. ამიტომ გადავწყვიტე მე ჩავკიდე მას ხელს და დღეს ჩემი თემის სათაურია მშვიდობა როგორც ცხოველთა სიყვარული. ცხოველები ჩვენი ორფეხა, სამფეხა თუ ორფეხა მეგობრები არიან. ისინი გრძნობენ როგორც ჩვენ, მათ ტკივარს როგორც ჩვენ და მათაც აქვთ სიცოცხლის უფლება ისევე როგორც ჩვენ. მშვიდობისთვის როგორც ყველაფერთან ერთად მათი კარგად ყოფნაცაა საჭირო. საჭირო არ ხედავდეთ მათ ტანჯულ, შეშინებულ და ტკივილით აღსავსეს სახეებს. საჭირო მივცეთ ნება გამოავლინონ თავიანთი სიყვარული ჩვენს მიერ და არ აშენებდეს ცხოვრების. არ აშენებდეთ გამოვლენას, რომელსაც ვინ იცის მათთვის კარგი უნდა თუ ცუდი. და ასევე საჭირო არ ხედავდეთ მათ ღრმა და წყლიან თვალებში უზარმაზარ ტკივილს. მაინც რაში ცუდ მდგომარეობს ცხოველთა უბედურება? პირველი ხალხის დამოკიდებულებაა მათთან. ქუჩაში მომავალ კატასტროფას უამრავი ადამიანი აშენებს და უარის შემთხვევაში ფიზიკურადაც უსწორდება იმის მაგალითად თუ დახმარების ხელი გაუწოდეს, თუნდაც საკვებით და სითბოს გაცემით. ვინ იცის იქნებ თქვენი ერთი ხელის გადაცემა მათ სიცოცხლესაც უბრუნებს. იქნებ ისინი მხოლოდ ამის ხორბენ და ამ სითბოს ღმად ინახავენ მასში. არ ვიცი. ტყავსა და ბეჭდვის გამო რამდენი ცხოველი ხდება. რატომ ისვით ხელებს სისხლში? რატომ უყვეძავთ ავტომატურად მათ მკვლელობას? რატომ ერთობით ნადირობით, რატომ ერთობით სხვათა სიკვდილით, რატომ იყენებთ ცხოველებს ჩვენი კუჭის ამოსაწყობად? რატომ ხალხო? და თქვენ გონიათ, რომ თუ ხალხს ერთმანეთი ეყვარობა, თუ ჩვენ ერთმანეთს გაუგებთ, თუ მშვიდობისთვის საარსებო ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილი იქნება, თუმცა ცხოველები დაიტანჯებიან, მაშინ მშვიდობა იარსებებს? არა. პითაგორამ თქვა, მანამდე სანამ ადამიანი ხოცავს ცხოველებს, მას შეუძლია მოკლას ადამიანის. ჭეშმარიტად ის, ვინც ჭამსა და დახოცის ცეცხლთა სიყვარულს, ვერ შეეცნობს სიხარულს და სიყვარულს. და მაინც მე მაქვს მომავლის დიდი იმედი, რომელიც მდევლთაში სანთელივით მიართებს გზას. არ არსებობს არანაირი გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა, თქვა მაჰმადა განდი. მაგრამ მშვიდობისგან ერთი დიდი ოჯახის ერთი პატარა წევრი გადაცენით და უფრო შემიძლია შიშმა. ორმოში ჩავარდნილ ბავშვს გავარკირი, ვიძახი, შველას ვითხოვ, მაგრამ არავის ესმის ჩემი, ან ესმის და არ მისპიან დახმარების ხელს. თვითონ ჩვენთაგანი ცხოვრება ხომ წვიმის წვეთია, რომელიც სწრაფად ეშვება ზეთიდან მიწისკენ. ამიტომ დავთესოთ სიყვარული და იყოს ეს ერთი წუთი სამუდამო სასიცოცხლო წყარო ყოველთათვის. იცით, ცხოველები ჩემი მეგობრები არიან და მე ეს უნდა მითხრა. ლიკა, პირველად მინდა ვთქვა, რომ ძალიან გულწრფელი პრეზენტაცია იყო, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა ვთქვას, რომ რა დროს ცხოველებია ხალხი იღუპება, მაგრამ შენთვის ეს არის მნიშვნელოვანი, ეგ მომეწონა, რომ ძალიან გულწრფელი იყო. ძალიან მომეწონა მაგალითი ოჯახის ეროზია, თქვი მშვიდობა როგორც ოჯახი, რომ სხვადასხვა წევრისგან მშვიდობა სხვადასხვა რაღაცისგან შედგება და დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. მადლობთ, ბატონო. ვეგეტარიანელი ხوار. რა თქმა უნდა მომეწონა, იმიტომ რომ ეს იყო შენებული ხედვა თუ როგორ უნდა იყოს მშვიდობა მიღწეული.
მართალია წინამორბედები რაც გლობალურ პრობლემებს გამოეხმაურა და მისასალმებელია ის რომ ეს მრავალფეროვნად დაინახეს მშვიდობა როგორც უშუალო თემის სათაური და ამაში გაერთიანებით ხომ. მადლობთ ბატონო კაო. მეც მინდა მივესალმო ახლა მშვიდობა როგორც სიყვარული და ეს არ არის მარტო დეკლარირება, ეს არის რაღაც კონკრეტიზაცია, კონკრეტული მოქმედებებით. ამიტომ აი ეს კონკრეტულობა, რომელიც თქვენს მოხსენებაში იყო, ეს არის ძალიან ზუსტი, ასე ვთქვათ, არჩევანი, როდესაც თქვენ ფიქრობთ ამ თემაზე, აი რა უნდა გაგეკეთებინათ, როდესაც თქვენ ეს აქცენტი გააკეთეთ, ეს არის ზუსტი აქცენტი, მე ამას მივესალმები და რაც შეეხება ხა შვილისნუგრისა და ხმელიციფრის სამყაროში ვართ, ამიტომ ჩვენთვის ეს ძალიან გასაგებია ყველაფერი და ძალიან ახლობელია, ამიტომ ზუსტად ვიცით ჩვენ, როცა გიყვარს, მშვიდად ხარ და მშვიდობით ხარ. და როცა გიყვარს ბუნებით იწყება ეს სიყვარული. აი ხმელიციფრის შვილისნუგრით, იმ პატარა ფისოთი და პატარა გამიგით ლეკვით. აი ესე იგი ამის გარეშე არ იქნება ადამიანი. მართალი ხარ თქვენ ამაში კეთილობით, მე თვითონ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დამცველი ვარ მათი და ამიტომ მივესალმები თქვენს ამ კონკრეტიზაციას, მე ზუსტი აქცენტია. აი მართლა ესეა. ის კი არ არის როცა ვერ ხედავენ. აი პატარებში, აი ესე იგი აი წვრილმანები განსაზღვრავენ ძალიან ბევრ რამეს და აი ეს წვრილმანები თითქოს არაფერი არ არის, ხომ? ვინც ეს სახელს აუკრავს. ის ძალიან დიდ რამესაც აუკრავს მე ხელს. ძალიან დიდი მადლობა აი ამ მოხსენებისათვის. მე მოაყოფილი ვარ ძალიან. მე ცოტა გამოდორ, მაგრამ დასაწყის და ბოლოს მოუსწარი და თავარ აზრს ასე ვთქვათ მოგივიღოთ. აბსოლუტურად ვეთანხმები იმაში რომ თვითონ ადამიანის უნარის, სიყვარულის ბუნება იქნება ეს თუ იქნება ეს ცხოველები აი თვითონ ასე ვთქვათ გულმოწყალეობა და მოცვილობა ადამიანის რომელიც თუნდაც ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი თემაა მართლაც საცნობაა და ასეთი ადამიანები რა თქმა უნდა ყოველთვის მშვიდობისთვის იბრძოლებდნენ და არ იქნებოდა ეს უბედურებები რაც ხდება ასეთები რო იყვნენ ყველა რაღაცას ბავშვობაში უშუალოდ ჩვენ შეიძლება შეცდომას რომ ყველა ბავშვი ასეთი არ ხდება და ამიტომ მინაჩნია რომ ეს მოხსენება ერთ-ერთი საუკეთესო მადლობთ